დღეს მე ვილაპარაკებ არა მხოლოდ პოეზიაზე, მოდერნიზმის ეპოქის, არამედ მთლიანად მოდერნისტულ ლიტერატურაზე. ჩვენ აქამდე ვისაუბრეთ, ვილაპარაკეთ მოდერნიზმის პოეზიის 4 ინვარიანტს შევეხეთ, ვილაპარაკეთ პოეტის ფიგურაზე მოდერნიზმის ეპოქაში, ესე იგი პოეტი, პოეტიკა და ახლა თემატიკა. რა არის მოკლედ ძირითადი თემატური მახასიათებლები, ამ თემატიკა ყველაზე უფრო მრავალფეროვანია, ყველაფრის მოცვა შეუძლებელია, ამიტომ ესე იგი დღეს ვილაპარაკებ, მოკლედ შემდეგზე 2 მექნება, იმიტომ რომ ჩვენ ესე იგი როგორ არის 8, 15, 22, 15 და 22 გაგვიწდა, 8 გაფუჭდა პირველი ლექცია, ესე იგი ასრულაცი უნდა იყოს 8, 15, 22, 29, 5, 16, 5, არა, 5, 12, 19, 26 და მთავრდება 3 და 10, ესე იგი 10-ში მთავრდება. ანუ 9 გამოდის, ამიტომ შემდეგზე წავიკითხავ 2-ს. 3-ში და 10-ში დავუმთავრებთ. მოკლედ ავიღე ესეთი თემა 2 გადმულეთ, მაგრამ უბრალოდ 1, ესე იგი გამოღვიძება და მოქცევა. გამოღვიძება და მოქცევა არის როგორც კარლ გუსტავ იუნგი იტყოდა, ესეთი 2 არქეტიპული მითოსური გარკვეული აზრით მოვლენა ლაპარაკია ყველა რელიგიაში ცნობილ საკითხზე, როდესაც ხდება ინდივიდის გადასვლა, ტრანსფორმირება ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში, შეგვიძლია ესეთი არქეტიპული მოდელი ბუდა, როცა გაუტამა შაკიამუნი გახდა ბუდა და ძალიან საინტერესოა, რომ ბუდა სიტყვით ნიშნავს ბუთხა, ნიშნავს გაღვიძებული, ხოლო მოქცევის ესეთი არქეტიპული ხატი არის პავლე მოციქული და მისი მოქცევა, მეტანოია, ბერძნულად კონვერსიო და აი ვილაპარაკებთ აი ამ მოქცევაზე და გამოღვიძებაზე მოდერნიზმის პერიოდში. ნუ თუ ვამბობთ მოქცევა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ ვიქტორ ჰიუგოს ჟან ვალჟანი, როდესაც ხდება მისი მართლაც მეტანოია კონვერსია, თან ეს ორმხრივია, არის როგორც ცივილიზაციო, კულტურული, ასევე რელიგიური ჟან ვალჟანის გამოღვიძება, მოქცევა და ამის მერე დოსტოევსკის დანაშაული და სასჯელი, სადაც ხდება მისი პროტაგონისტის რასკოლნიკოვის მოქცევა. და გამოღვიძებას რაც შეეხება, ყველაზე უფრო ესეთი გამოღვიძების ესეთი ყველაზე უფრო ესეთი მაგალითი არის და გამოღვიძებაც არის და მოქცევაც არის, ეს არის ძალიან საინტერესო, ეს არის მარსელ პრუსტის à la recherche du temps perdu, დაკარგული დროის ძიებაში, რომელიც 7 რომანისაგან შედგება. პირველი რომანი ეს არის სვანის მხარე, მეორე ეს არის ქართულად შეიძლება ითარგმნოს როგორც შეღერებულ ქალიშვილთა ჩეროში, ცოტა ესე გავუნა, მაგრამ ზუსტ თარგმანი ეგეთია. შემდეგ გერმანტები, მეოთხე სოდომი და გომორა, მეხუთე რომანი პრიზონიერ, ესე იგი ტყვე, მაგრამ ქალზე ალაპარაკი, ქალზე. მერე არის
fugitive, გაქცეული და მეშვიდე არის le temps retrouvé მოპოვებული დრო. სიტყვით ესე იქნება. ძალიან კარგი ინგლისური თარგმანია. რამდენიმეა, მაგრამ აი პირველი თარგმანი არის ძალიან კარგი. შოტლანდიური წარმოშობის ინგლისურენოვანი, რომელიც პირადად იცნობდა პრუსტს, მგონი ბოლომდე ვერ მოასწრო, მაგრამ პირველი ორი რომანი თარგმნა. რამდენიმე თარგმანი არსებობს. ქართულად თორსტები სოფი კობენდიაშვილმა თარგმნა სვანი, ვიღაცამ თარგმნა ხო და ხო, ყველაზე კარგი არის ბენდიაშვილის თარგმანი. არ ვიცი, მე მეორეც უნდა გამოსულიყო თუ მე მგონი თარგმნილი აქვს რამდენადაც ვიცი. ძალიან ადრე თარგმნა ბენდიაშვილმა სენტბევის წინააღმდეგ არაჩვეულებრივად და წიგნის კითხვა, ეს 90-იანებში მე გამოვიდა ეს. მოკლედ, თავი მოქმედი პროტაგონისტი პირველ პირში დაწერილი, ესე იგი არის ეგრეთ წოდებული Ich Erzählung, როგორც გერმანულ ნარრატოლოგიაში ამბობენ ხოლმე, ანუ ქართულად არ გამოდის, მეს პირველ პირში თხრობა გვაქვს. ხო და თავი მოქმედი პირს ქვია მარსელი, გვარი უცნობია. ანუ ქვია ისევ როგორც ავტორს მარსელ პრუსტი, მარსელი. და რომანი იწყება გაღვიძებით, როგორ იღვიძებს. და დიდი ნაწილი არის გამოღვიძების თემაზე, როგორ იღვიძებს ის, სად იღვიძებს, როგორ იღვიძებს და ეს ითვლება, რომ ეს არის დასაწყისის ფიგურა, დასაწყისი, რომელიც რთულად იწყება და ეს გამოღვიძებას აქ მე მამარდაშვილს მიაჩნდა, რომ ეს გამოღვიძება, უბრალოდ გამოღვიძება კი არ არის გამოღვიძება როგორც გარკვეული სულიერი ხდომილება, გარკვეული დროში ძალისხმევი, ასე ამბობდა მამარდაშვილი, დროში ძალისხმევა და სხვადასხვა მოყავდა ესეთი საკუთარი მაგალითი, რომ ანუ მთელი მომენტი რო იღვიძებ, ხშირად არის რომ არ იცი სად გაიღვიძე და სად ხარ. ანუ გაბნეული ხარ და ეს გაბნეულობის დისემინაციის მომენტი არის პროსტად ძალიან მნიშვნელოვანი, როცა პროტაგონისტი ვერ ხედავს რეალობას. თქვა და ასე, იმიტომ რომ არის გაფანტული. და საჭიროა რაღაცნაირი შეკრება და არ გარკვეული ეპიფანიის მომენტები, ეპიფანია შეიძლება ვთარგმნოთ ამ შემთხვევაში როგორც სიტყვას ვიტყვით, ეპიფანია ნიშნავს გამოცხადებას. ორი სიტყვა არის ბერძნულში გამოცხადების აღმნიშვნელი, ერთი არის აპოკალიფტო, გახსნა, გამომჟღავნება და მეორე ეპიფანია, რომელიც გამოსხივება გამონათებიდან მოდის fine fos სხივი fine ვანათებ და ეპიფანია როგორც გამოსხივება გამონათება გამოცხადება ღვთიური გამოსხივება ვთქვა და რუსულად თარგმნა როგორც ბაგაივლინი. სხვადასხვა ეპიფანია ცოტა ისეთი მომენტია ამავე დროს ეს არის ქრისტიანული დღესასწაულის სახელია. კერძოდ 6 იანვარს ძველი სტილით, ამ 19-ში აღინიშნება ბერძნულ ორთოდოქსულ ტრადიციაში, მათ შორის ქართულ ეკლესიაში აღინიშნება ეს ნათლისღება, მაგრამ ამავე დროს აქ არის ორი მომენტი, ესე იგი შემდეგ ლათინურ ტრადიციაში, კათოლიკურ ტრადიციაში
მოხდა ეს დაცილება ლიტურგიულ კალენდარში 6-ში აღნიშნება ეპიფანია, გამოცხადება ღვთაებრივი 19-ი არა ეს მოძრავია ნათლისღება ბოლო კვირა ესე იგი 6 არ ფიქსირებული და შობის ოქტავის მერე გამოცხადებიდან პირველი კვირა, ანუ 6-ის მერე პირველი კვირა არის ნათლისღება. მოკლედ ეპიფანია ამ დროს ესე იგი ნიშნავს ის რაც ნუ იგულისხმება საკითხავი არის მათედან მეორე თავი, როცა მოგვები მოვიდნენ აღმოსავლეთიდან. ადორაციო მაგი ეპიფანია ითვლება რომ ნათლისღება როგორც გამოცხადება სამების ქრისტე როგორც სამების მეორე წევრი და სულიწმინდის გარდმოსვლა მასზე, ნუ დავანება უფრო სწორი იქნება უფრო სწორი ქართულად დავანება რო ვთქვათ. ანუ გამოცხადება შიდა გამოცხადება, როცა სამების გამოვლინება როცა მოხდა და მეორე როცა გამოეცხადა გარე სამყაროს კერძოდ ეს მაგები არიან წარმართები, რომლებიც გამოთვლიან ამ ვარსკვლავის მეშვეობით ქრისტეს შობას და ნუ ესე გაიგება რომ გამოცხადება გარე სამყაროსათვის ეს არის ეპიფანია და ნათლისღება როგორც ასე ვთქვათ შიდა გამოცხადება იუდაური თემისათვის. ამიტომ პირველი არის დაკავშირებული იოანე ნათლისმცემელთან ეს ნათლისღება. მეორე არის ესე იგი მაგების მოგვების თაყვანისცემა ეპიფანია. მაგრამ ჯეიმს ჯოისმა ეპიფანია გამოიყენა როგორც ესეთი ესე ვიტყოდი ის რაც აი პრუსტთან არის შტაბ-შტილებები ესეთი გარკვეული ხატ ფიგურები რომლებიც დრო და დრო ჩდება ხოლმე და ხდება მის რომანში რეალობის დანახვის რაღაც გარკვეული ინდექსებია მაგალითად ყუნელის ბუჩქი ან ნამცხვარი მადლენი რომლის ჭამის დროს ახსენდება პროტაგონისტს მარსელს როგორ ჭამდა მადლენს ბავშვობაში და ეს გემო ახსენებს მთელ პლასტებს მისი ცხოვრების და ხდება რაღაც გარკვეული ესეთი შესქელება დროითი და სწორედ ამას უწოდებს მოპოვებულ დროს ან როდესაც ის მიდის გერმანტებთან და გერმანტების ეზოში ეს ტიბეები როცა ადის გამოცვენილი ფილაქანი ახსენებს ვენეციას და ხდება ესეთი ორი დროის გაერთიანება და აი სწორედ ამას ქვია დაბრუნებული დრო, როდესაც ჩვენ ვიბრუნებთ საკუთარი თავის და ისეთ შტაბ-შტილების, რომლებიც დავიწყებული და დაკარგული გვეგონა და უცებ ხდება აი ამ სხვადასხვა დროში ჩარჩენილი შტაბ-შტილებების გამოღვიძება და გაერთიანება. აი დაახლოებით აი როგორც მაგალითად თვითონ პრუსტის მაგალითია, რომ აი როგორც ძველ მითოლოგიებში რაღაცა სული იმყოფება რაღაც საგანში და იქიდან უნდა გამოიყვანო. აი ესე ჩვენი შტაბ-შტილებები არის რაღაც სადღაც ესე გაბნეული და
და უგუნ ეხლა ეს რა არის? ეხლა ეს უმრავლოდ ესე არ არის, რომ შენ ეს არის გარკვეული მექანიზმი, როცა ლაპარაკია დროში ძალის ხმევაზე, პრუსტის მიხედვით ამას აკეთებს წერა, რომანის წერა. როცა რომანს წერ. და აქედან გამომდინარე, თუ რომანის დასაწყისი ეს არის გამოღვიძება, დასასრული ეს არის მოქცევა. ამ მეტანოე რა აზრით, რომ მარსელი ხდება მწერალი. და როდესაც მარსელი იგებს თავის ამ მისიას, ამით თავდება რომანი, ფაქტიურად. ეს ეპოპეა. და ამიტომ ბოლოს ქვია მოპოვებული თარგმნიან ხოლმე როგორც დაბრუნებული დრო, მაგრამ უბრალოდ იქნება ისე მოპოვებული დრო. უნდა ითქვას, რომ ეს გამოღვიძების და გამოღვიძების თელეს მექანიზმი ესე ვიტყოდი არის ეხლა ეს ძალიან არასწორია. რა თქმა უნდა, პროვოცირება მოახდინა ტოლსტოიმ. პირველი რომანი, რომელიც დაიწერა აი ასე ეს არის ომიდან მშვიდობა ვაინაი მიერ, რომელიც არის აგებული სწორედ მთავარი პერსონაჟების ეპიფანიების გარშემო. ამ აზრით პირველი ეპიფანია ეს არის პიერის შეხვედრა ბაზეებთან ვაგზალზე, შემდეგი ეპიფანია ეს არის აუსტერლიცის ზეცა, რომელსაც ხედავს ანდრე ბალკონსკი, შემდეგი არის ცნობილი კომეტა 1811 წლის 11-12 წლების კომეტა, ეს კომეტა გამოჩნდა 1811 წლის ბოლოს და кайხანი იყო და როდესაც არბატზე პიერი მიდის ხალხი არის გამოსული და ესეთი გარკვეული შფოთი გამოიწვია არა მარტო რუსეთში, სხვა შორის ჰანს ქრისტიან ანდერსენი თავის რომანში, რომელსაც ქვია ჩემი ცხოვრების ზღაპარი, ავტობიოგრაფიული ეს არის ნონ-ფიქშენია, იქ სუპატარა ვიყავიო, რომ და დედაჩემი ამბობდაო, რომ მიჩვენებდაო ამ კომეტასო და ძალიან ხალხი უბედურებას მოელოდაო ამ კომეტისაგან. აი ეს იგივეა, ეს არის პიერის კომეტა. ტოლსტოის ეს არ უნახავს, იმიტომ რომ ტოლსტოი დაიბადა 1828 წელს, გარდაიცვალა 1910 წელს და ნუ გვიყვება 19 წლის, ესე იგი იწყება რომანი 1805 წლიდან და თავდება ეს აუსტერლიცი წინ იწყება, აუსტერლიცი 1800 რომელში იყო? 1800 ჩემი პროფესორი ბიჭი რომ ყავდეს მეტყოდა, სეპარატის ეს თარიღები 1805 წელია მე მგონი. მოკლედ სადღაც აი 4-5-ში იწყება და მთავრდება დეკაბრისტების აჯანყებამდე 1-2 წლით ადრე. ანუ 17 წელი არის მთლიანად, ესე იგი ეს თხრობის დრო ბეშპროხენეცაით, ესე იგი ნარატოლოგიაში განასხვავებენ ერთმანეთისაგან ერცელთეცაით და ბეშპროხენეცაით. ეს არის განსხვავება ჰარალდ ვაინრიხის მიერ. ფრანგულ ნარატოლოგიაში განასხვავებენ ერთი მხრივ დისკურს და ისტორიას, მაგრამ მეორე მხრივ განასხვავებენ ერთმანეთისაგან რესით და დისკურს. ინგლისურ ნარატოლოგიაში narrative discourse დისკურს და ნარატივს. რუსულ ნარატოლოგიაში და ყველაფერი დაიწყო რუსული ნარატოლოგიით ამ მხრივ. თუმცა point of view-ზე აქვს ჰენრი ჯეიმს თავის ცნობილ portrait of lady. იქ ლაპარაკობს point of view-ზე, სამი point of view როა, ესე იგი, როგორ შემიძლია წერო, ხო? რა კუთხიდან, ესე იგი, ეს კუთხე შეიძლება იყოს omniscience narrator, ნარატორი, რომელიც ყველაფერი იცის, დავუშვათ ტოლსტოის ომი და მშვიდობა უეფის ხაოსნის ნარატორი,
შიგნით რაც იცის აი ჰაჯი მურატი მაგალითად ხო რო ავიღოთ არა როგორ მთავრდება ხო გახსოვთ ბობო როგორ კლავენ და ჰაჯი მურატის უკანასკნელი ისინი რა ქვია სხვაჯერ ნოდარდუმბაძესთან არის და ძალიან კარგად ეს საკითხი რომ კი მაგრამ თუ ის რა ქვია მე მგონი მაშინ ხო ამას რომ მიხედავსო და გაბრაზდება ის მასწავლებელი და ამას ლაპარაკია სწორედ ყოვლის წოდნე ნარატორზე აი ჰემინგუეი მაგალითად იღებს ვიღაცის point of view-ს მაგალითად აი the killers იმაში არის სერიოზული სჭირდება რა რომ მიხვდე რაზე რა ხდება სინამდვილეში იმიტომ რომ ყოველთვის არის ეს შეზღუდული რაღაც ვიღაციდან არის მოყოლილი აი როგორც მაგალითად კინემატოგრაფში ხელის კამერით როდესაც ხდება გადაადგილება და აი დაუშვათ ვინ უყურებს აი ამას ვინ უყურებს კერძოდ აი რომელი პერსონაჟიდან არის მაგრამ არის ხოლმე ხანდახან აი მარტინ სკორსეზეს უყვარს ხოლმე ჰიჩკოკზე არის ფილმი ძალიან კარგი და ზემოდან აჩვენებს ესე და ეს რა არისო და ეს სკორსეზეანს ეს არის ღმერთის point of view ძალიან კარგია ხო და მოკლედ ესე იგი როდესაც ვლაპარაკ ხო ტოლსტოი და ეს ეპიფანიები მაგრამ უბრალოდ რა არის მთელი ამბავი არის ის რომ როგორ შეიძლება საერთოდ მოყოლა როგორც ამბობს პოლ კლოდელი თავის გენიალურ დიდ ოდაში ოდა არის ესე იგი ტოკიოს შიდა ქალაქის კედელი კაცრავად ძალიან პირდაპირ თარგმნი როგორც არის მოკლედ ქართულად მე არ არის ეს ლექსი თარგმნილი ძალიან გრძელი ლექსია აი ხარი ეგეთი მომენტი ხარ ჩვენ გვაინტერესებს რომ შეიძლება ლექსი სამი პოზიციიდან დაიწეროს და არა მარტო ლექსი შეიძლება ისტორია და ყველაფერი სან პირველი ეს არის წმინდანები რომლებიც მოაბიჯებენ ისტორიის თხემზე მეორე ისტორია როგორც ქუჩა სადაც ყველა ადამიანი დადის რაღაც საერთო სურათს ქმნის რომ თითოეულ მათგანს აქვს თავის საკუთარი გზა მაგრამ არის რაღაცა ესეთი სტრუქტურა და მესამე როდესაც სიჩუმეში რა ხდება და უშტაი ყვავილი ჩავარდა წყალში ან ფოთლებზე აისახა მზის ყველას ქონია ცხოვრებაში ესეთი მომენტი ხო როცა გიჩნდება განცდა ან ბედნიერების ან სისავსის ან საზრისის ტარკოვსკისთან როგორც წესი ეს აი ქარის ხევით გამოიხატება სარკის დასაწყისი არის იქ ხო სოლონიცის პერსონაჟი ჩერდება და უცებ უბერავს ქარი და მე გარწმუნებთ რომ ქრისტიანობის ენაზე და კარლ გუსტავ იუნგი დამთანხმებოდა ეს არის სულიწმიდა უბერავს ერთი არაჩვეულებრივი ის არის იუნგი განიხილავს ერთ სიზმარს პროტესტანტი მღვდლის და ეს სიზმრა რომელზეც შეეცეთ კოლექტიური არაცნობიერის არქეტიპები და იქ არის ესეთი სიზმარი სადღაც ქვევით ჩავიდა და იქ თურმე ან მღვიმეა თუ რაღაცა და იქ წყალია და დაუბერა წყალმა ქარმა დაუბერა და წყალზე რაღაც ეს რა ქართულად როგორ არის ეს გაჩნდა რა ქვია არა წყალზე რომ აი ხო და გამოეღვიძა შიშისგან და მე უკვე ვიცი რომ პირველად რო ვკითხულობდი ვიცოდი რაც იქნებოდა რომ როგორც პროტესტანტ მღვდელს და ეს სიზმრა რა სულიწმინდა უბერავს და პროტესტანტები ხო სულიწმინდა ასე ვთქვათ დიდი სამებაზე და სულიწმინდაზე დიდი წარმოდგენა არ აქვს მოკლედ აბსოლუტურად ის არის რა ქვია მაგათთვის ეს ყველაფერი რო იტყვიან ისა რა ქვია და ხო აი იუნგი სწორედ ამას ამბობს რომ სულიწმინდამ დაუბერა და აი ამას შეეშინდა როგორც პროტესტანტ პასტორს რომელსაც ყველაფერი სიმბოლურია თქვა ასე თუმცა სამებას აღიარებენ მაგრამ აი ძალიან ისეთი მომენტია რეალური შტაბიშტილება რომელიც არის საშიში და ამიტომ შრეკლიხ აი
ეპიფანიას ორი მხარე აქვს, ერთი არის ეს განცდა სისავსის, მეორე არის შეძრწუნება. აი ორი მომენტია. ტოლსტოისთან, ტოლსტოის რომანი დაწერილია როგორ? პოსტი შეეცადა ამის გამეორებას და მაინც არ გამოუვიდა, თუმცა რაღაცა მომენტები არის, ესე იგი, ერთი მხრივ კოინციდენციები, აი როდესაც ლაპარაკობთ აი ქუჩა, ხო ადამიანები და უცებ ხდება მოულოდნელი შეხვედრები. კერძოდ აი ნატაშა როსტოვა ფრანგები უკვე არიან მოსკოვში, ნატაშა როსტოვა მიდის ეტლით, უცებ დაინახავს პიერს. და არ დაუძახებს, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული სახით არის და თუმცა პიერს უნდა მიდის ნაპოლეონიდან მოკლას. და აი ეს მაგრამ სამაგეროდ ხდება ისე რომ სრულად შემთხვევით ნატაშა და დაჭრილი ანდრეი ბალკონსკი ხვდებიან ერთი მეორეს და ხდება მათ შორის აი ყველაზე ეპიფანიებსაც შეეხება აი ხო გითხარით ეს პიერი რომელიც ხედავს ამ კომეტას ხალხში ისიწვევს შეშფოთებას ხო პიერი ამას უყურებს და აქ სიხარულის განცდა იმიტომ რომ მისთვის ეს სიმბოლო კი არ არის ან სემიოტიკური ნიშანი არამედ ეს არის ეპიფანია გამოცხადება ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი არის ეს მუხა რომელსაც ანდრეი ბალკონსკი დაინახავს როგორ არის გამხმარი და უკანა გზაზე ბრუნდება აყვავდა და ეს არის ერთ-ერთი ისეთი это დუბ და მთელი ის არის აქ როგორ გაცოცხლდა ეს ხე და რა თქმა უნდა ეს მიუთითებს ამ თვითონ მის გაცოცხლებაზე ამ და ნუ ყველაზე ერთ-ერთი უფრო ეს მისი სიკვდილის საოცარი ეს როცა ხდება ხელმეორე დაბადება აი ეს მესამე მომენტი შეიძლება ვთქვათ ხელმეორე დაბადება გამოღვიძება მოქცევა ხელმეორე დაბადება რომელიც სიკვდილი როგორც დაბადება ჯერ რაღაც მიწოს სივრცეში შედის და თურმე ეს არის სიკვდილი და ესე ის смерть был только свет მეორეჯერ აქ ტოლსტოის ეს აღწერილი სინათლე ხელმეორე დაბადება როგორც სინათლე თავის გენიალურ მოთხრობაში смерть ივან ილიჩის სიკვდილი რომელიც ძალიან უყვარდა მარტინ ჰაიდეგერს და აი როდესაც ჰაიდეგერი ლაპარაკობს რეალურ და დაზაინის რეალურ იმაზე რა ქვია sein zum Tode სიკვდილის წინ დგომა როგორც მისი რეალური საკუთრივი აგენტი ხმებოდი ხო საკუთრივი მდგომარეობა ანუ ნამდვილი მდგომარეობა პრუსტი ამას ეძახდა აი ნამდვილ შტაბშტილებას ну მე მგონი ჰაიდეგერმა პრუსტი არ იცოდა როგორც ამბობენ საკუთრივ გამოთვლებელი კაცი იყო ფართოგრაგებით ჰაიდეგერი მხატვრული ლიტერატურას ცუდად იცოდა ჰანა არენდმა წააკითხა კაფკა როგორც ვიცი მაგრამ სამაგრო ძალიან კარგად იცოდა ბერძნული ფილოსოფია ლათინური ბერძნული ენები ცუდად იცოდა ინგლისური ფრანგული მე მგონი ფრანგულად საერთოდ ვერც ლაპარაკობდა და ვერც კითხულობდა მაგრამ ნუ ადამიანი როცა იცის ძალიან კარგად ძველი ბერძნული ლათინური გერმანული შეიძლება სხვანაირად საერთოდ არც გჭირდება ხო საერთოდ მე მგონი ბერძნული უკვე სულად საკმარისია და საერთოდ ანტონი დიდმა კოპტმა მონაზნობის დაფუძნებელმა ბერძნული არ იცოდა მაგრამ როცა დაყოლებული იყო 20 წლის განმავლობაში მე ათანასე ალექსანდრელი და სხვები რომ მივიდნენ მთელი ბიბლია იცოდა ასე რომ არსებობს ტრანსცენდენტული კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც გარდა წიგნის კითხვის გაჯეტების და გაზეთების მოკლედ ხელმეორე დაბადებაზე ლაპარაკობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე იოანეს სახარების მესამე თავში როდესაც გვიან ღამით მასთან მიდის ნიკოდიმუსი და ჩვენო ვიცით რომ ჩვენ ვიცით ანუ რაბინებმა სინედრიონის წევრებმა ყველამ არა მაგრამ ნუ რაღაც ნაწილმა ჩვენ ვიცით რომ შენ ისეთ სასწაულებს აღდნენ რომ შენო ნამდვილადო მესია ხარო და ესეუბნება რომ ვინცო ხელმეორე და არ იშვებაო ვერ შევაცათ სასწაულში
და როგორ შეიძლება მოხუცი კაციო თავიდან დაიბადოსო და შენ ხარო ებრაელებისო მასწავლებელო და ეს არიციო რომ სულში დაბადება ესე იგი ხელმეორე დაბადება ხდება სულის მეშვეობით და რაღაც აზრი შეიძლება ვთქვათ რომ ეს მოქცევა როგორც ხელახალი დაბადება ხდება რომანში პრუსტთან წერის მეშვეობით როდესაც მარსელი ხდება თავის მისიას რო ის არის მწერალი და აი თავის შტაბ-შტილებებს რაც აი რამდენი მაგალითი მოგიყვანეთ კიდე არის ერთი როცა ტაძარს უყურებს და ეს ტაძრის სამრეკლოები და რაღაცნაირად ფიგურას ქმნიან ეს ტაძარი თავისთავად ტაძარი არის ფიგურა და ეს არის გაგეკვირდებათ და ტაძარი როგორც ჭვრეტითი ხატ ფიგურა არის ფრანგული ლიტერატურის მონაპოვარი ფრანგული ლიტერატურა არა გერმანულის რაც თითქოს ყველაფერი ესეთი გერმანელების მოფიქრებულია ხო აი მაგალითად ეს ჰოლდერლინგის პოეზია რა ვთქვათ ხო ეს ღვინო და პური რაინი წყალი აი მდინარეზე რო ვილაპარაკებ აი წყალი მდინარეს პანტარეი ხო აი ხელმეორე დიბადება ჰოლდერლინგის პოეზია შეიძლება განვიხილოთ როგორც მოდერნისტული პოეზია კი ახლა აი რა აზრითაც ჩვენ ვაპარაკობთ ლიტერატურა როგორც ხელმეორე დაბადების გარკვეული მექანიზმი ან მეხსიერების მანქანა გარკვეული როგორც ამბობდა იგივე მომენტში ანუ რასაუს კლოდელი წმინდანები რომლის მეორე კონსტიტუცია მესამე შტაბ-შტილებები აი სადაც არის ეს სამივე ნუ აგვაქვს უკვე შეიძლება ითქვას გვაქვს რომანი როგორც სამყარო ან სიმფონია როგორც სამყარო აბსოლუტური ტექსტი გარკვეული აი მალაგმე რომ ამბობდა აბსოლუტური წიგნი რომელშიც არის ყველაფერი ტოლსტოისთან გვაქვს ეს კოინციდენციები როგორც გითხარით აი და ეს ეპიფანიები და კოინციდენციები როგორც ეპიფანიები აი ესე არის აგებული შეიძლება ითქვას რომ ტოლსტოის თელეს რომანი არის რაღაც გარკვეული ეპიფანიათა კალენდარი რიტუალური კალენდარი ამ ეპიფანიების რომელიც იწყება აი პირველი და ბოლო არის ერთ-ერთი ბოლო არის როგორც გითხარით ის არა ხო ანდრე ბალკონსკის სიკვდილი მაგრამ ეს ყველაფერი არ არის პიერის ბოლო ეპიფანია როდესაც ის ხედავს რომ ის არის ყველაფერი и это всё во мне я во всём и это всё я ეს არის მე ამას დავუწოდებდი ეპიფანიის მოდელი როდესაც მიკროკოსმოსი ემთხვევა მაკროკოსმოსს ან გაფართოებადი მოდელი როდესაც ხდება მეს გაფართოება ეს არის ტიპური ინდური კლასიკური ინდური სულიერების დამხსნელი ატმანი არის ბრაჰმანი აი ეს ხდება ტოლსტოისთან ამ იმაში რა ქვია პიერის გაფართოება მე-20 საუკუნეში ყველაზე ახლოს ტოლსტოისთან იყო არა ლიტერატურა არამედ კინემატოგრაფის სატეატროი მისი ტეტრალოგია და თორსტე ბოლო ფილმი არის სანსარა აპუ როდესაც დედის სიკვდილის შემდეგ აპუ გადის და ბამბა ესეთი უშველებელი ეს ბამბის ის არის რა ქვია მინდორი და ეს და ქარი უბერავს და ეს ბამბა და ეს განცდა შემთხვევით არ არის რომ საერთოდ ინდოელებზე საშინელი გავლენა მოახდინა ტოლსტოიმ და მაჰატმა განდის მთელი ახიმსა და სატიაგრახა მოდის არა საკუთრივ ინდური ტრადიციიდან, ანუ ტოლსტოიდან, რომელშიც რაღაც საოცრად ხელმეორედ დაიბადა სწორედ ინდური სულიერების აი ეს მომენტი მე ამას დავარქმევდი თუ გვაქვს სამი ძირითადი იოგა ბხაგავატ-გიტას მიხედვით იოგამ შემთხვევაში უნდა გავიზრდეთ არა როგორც ასანებისა და პრანაიამას გარკვეული ერთიანობა ანუ კერძო გაგებით იოგა პატანჯალისეული არა იოგა ფართო გაგებით ეს არის
art of meditation. ანუ არა კონკრეტული სახეობა სულერი სავარჯიშოების, არამედ ფართო გაგებით მედიტაციის ხელოვნება, ჭრეტის ხელოვნება. მაშინ გვაქვს ეგეთი სამი, როგორც კრიშნა ასწავლის არჯუნას, ეს არის ჯნანა იოგა, ანუ ცოდნის იოგა, ბჰაქტი იოგა, ანუ სიყვარულის იოგა და მესამე იოგა, როგორც მოქმედების კარმა იოგა, კარმა მოქმედება. ქრისტიანობაში ჩვენ გვაქვს ბჰაქტი იოგა, სიყვარულის იოგა, ანუ კარმელის გზა, იოანე ხუან დე ლა კრუსის, ანუ იოანე ჯვრის მსახურების, ანუ გარკვეულადად კარმა იოგა, ეს არის იეზუიტების, იესოს საზოგადოების სულიერება. ჯნანა იოგა არა გვაქვს, იმიტომ რომ ცოდნა შეუძლებელია ქრისტიანობაში. ღვთის ცოდნა შეუძლებელია. ანუ გნოსი, მაშინ ეს არის გნოსტიციზმი, გნოსისი. ამ აზრით მე ესე ვიტყოდი, რომ რა არის ტოლსტოის იოგა. ტოლსტოის იოგა არის სწორედ ბჰაქტი და კარმა. იქ არის ერთ საოცარი ადგილი, საერთოდ ომი და მშვიდობა არის იდეალური ბალანსი, ყველაფერი არის იქ, აი გვიანი ტოლსტოიც არის, მაგრამ ყველაფერი არის იდეალურ სიტუაციაში, აი არაფერი არ არის ასე ვთქვათ გაფუჭებული, ვთქვათ ასე. არის ესეთი საოცარი ადგილი, რომელსაც ნიკოლაი როსტოვი და ეს არის ერთ-ერთი ეპიფანია, როცა ფრანგი უნდა მოკლას და ეს ფრანგი საშინლად გაფუჭდება, დაეცემა, მოუქნევს და არ კლავს. აი ეს არის ფხაგავადი და როგორც იწყება. მე არ ვამბობ ამას, რომ ეს არის გაკეთებული, მაგრამ ნამდვილად ისე იგი ეხა მეორე მხრივ ტოლსტოი იყო უნიკალური ცოდნისა და უნიკალური შესაძლებლობების ადამიანი. მან არაჩვეულებრივად იცოდა უმაღლესი მათემატიკა, კერძოდ ვიშის უსასრულო მცირეები აქვს გამოყენებული, როცა უნდა ახსნას ისტორიის ძირითადად. ანუ არაჩვეულებრივად იცოდა მათემატიკას და ამავდროულად სადაც 40 ენა იცოდა, მათ შორის ჩინური, სანსკრიტი ასე შემდეგ და დაუდეძინის პირველი თარგმანი მის წინ სიტყვებით არის გამოსული. უნიკალურად მის დღიურებს რომ ნახავთ თქვენ ხვდებით რომ ეს არის აბსოლუტურად უნიკალური ნიჭის ყველაფერი მის საღმერთმა. და ნუ ამანაც დაწერა ომი და მშვიდობა, ხო ამაზე დიდი რომანი არ არსებობს. ნუ დოსტოევსკის არ ვეხები. ბიბლია, დოსტოევსკი, ტოლსტოი. ხო და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ნუ ხა პრუსტი არც მალავდა, სხვა შორის ტოლსტოიზე ესეც არის დაწერილი. და მისი ცნობილი მეთოდი პრუსტის, ანუ როდესაც სხვა პერსონაჟი ხედავს იმას, რასაც ვერ ხედავენ ადამიანები, რომლებიც არიან რაღაც გაკვანძულობაში. მაგალითად, უყურეთ, არის ესეთი ალბერტინა ცეკვავს ანდრესთან. ალბერტინა არის მარსელის შეყვარებული, ანდრე არის მეგობარი, აი შეღერბულ ქალიშვილთა ჩეროში იწყება ესე, რომ პლაჟში რამდენიმე ეს არის სერია ქალების ესმანეთს გვანან და ყველა ნებისმიერი მათგანი შეიძლება შეუყვარდეს და როგორც აი სპორტ ლოტოში რო ის ბურთები და მოხდა ალბერტინაზე. შეიძლება მომხდარა ანდრეზე. მაგრამ ალბერტინაზე მოხდა. მოკლედ ესენი ერთმანეთს ცეკვავენ და ექიმი ბერგუტი ეუბნება სამი მთავარი პერსონაჟია, რომლებიც რაღაც ცოდნას ფლობენ, ასე ვთქვათ, არის კომპოზიტორი, ხატვარი და ექიმი.
დამაწყდა სახელები. ესე იგი ბერგოტი მიცი ხატვას რა ქვია? არა, ერთერი. არა, ეს ჩავხედა მე გაჯეტებში ყველაფერია. ხო და ეს ექიმი ეუბნება ბერგოტი მე მგონი კომპოზიტორი. ბერგოტი არის ექიმი. ხო და აიო ქალებშიო ეროტიკული ორგანო არის მკერდიო. და ამ დროს ესე მკერდით ეხებიან ერთმანეთს და უცბეს ხვდება რაც ხდება ეს მარსელი. ხო და ტოლსტოისთან ანა კარენინაში არის ესეთი მომენტი რომ ყინულზე ესე იგი ციგურა გვაქვს ხო და ძალიან კარგად ფლობს ამ ხელოვნებას ლევინი უბრალოდ ლევინი და ბეწის უყვარს ვრონსკი და უცებ ხედავს რომ ვრონსკი და ანა ცეკვავენ და ბეტი ხედავს იმას რა ჯერ არიციან ვრონსკი და ანა რომ მათ ერთმანეთი უყვართ მაგრამ ტოლსტოის ეს აქვს ორი ფრაზა და პრუსტთან არის მთელი რაღაც 10-20 გვერდი 30 გვერდი აი მაგალითად როდესაც აი ეს გითხარით ანდრე და ვერჯულენ ხატვარი მაგაზე ყველაფერი დაწერილი აი ვის გულისხმობს პრუსტი კამილ კოროს გულისხმობს რაც შეიძლება მონეს გულისხმობს აღარ მახსოვს ამაზე მთელი წიგნები არის პრუსტი არის უშველებელი ლიტერატურა ჟერარ და რაღაცები მეც კი მაქვს წაკითხული ჟერარ ჟენეტის მაგალითად ნარატივ დისკურს დუ რესით თავდამოუმდე პრუსტზე ანუ ჟერარ ჟენეტის ნარატოლოგიური თეორია თან ერთ მხრივ არის თეორიული წიგნი და მეორე მხრივ არის პრუსტის ინტერპრეტაცია, იმიტომ რომ ყველაფერი არის მიყენებული პრუსტზე. ანუ მომხრივად გამოგადგება ადამიანს. მამარდაშვილს ჰქონდა ეს წიგნი და მისმა ცხონებულმა დამ ძალიან ადრე მაჩუკამ მისია ეს წიგნები ინგლისურად და ფრანგულად ჟენეტის ფიგურები, პირველი, მეორე, მესამე ფიგურები. მეორე ფიგურებში არის აი ეს ხო მეტაფორა და ხო რა რით სარგებლობდა გიორგიშვილი კლოდ მორიაკის წიგნი პრუსტზე სადაც არის ეს კლოდ მორიაკი იყო ფრანსუა მორიაკის დიდი კათოლიკე ფრანგი მწერლის ნობელის პრემიის ლაურეატის შვილი ძალიან საინტერესო წიგნი აქვს ხო ანუ როდესაც თხრობელი ვერ ხედავს იმას ანუ და არა ხო არსებობს ეს სოდნა აი თავარი შეკითხვა არის ეს აი რაღაც ხდება ოიდიპოსი აი გზაჯვარედინზე ხდება ვიღაც ეტლში არის კაცი მე მცველები მისი რაღაცა მოკლავს და თუმე მოკლა მამა აქედან გამომდინარე არა და ეს ცოდნა ხო სადღაც არსებობს ეს მისი მამაა არა და აი ამას უწოდებდა ცნობიერებას consciousness ანუ consciousness თანაცოდნა ქართულად ეს ცუდად ჟღერს მაგრამ ნუ რუსულად сознание მამარდაშვილი ხო და აი პრუსტი გვიჩვენებს აი ამ ესეთ დეტალებს სხვა შორის მთელი აი ამ კონციდენციებისა და ეპიფანიების აი სტრუქტურით არის აგებული ოთარ იოსელიანის მთვარის ფავორიტები, სადაც აი მამარდაშვილს მაგალითად აუდიო ტრამვაიში ვჯდები ვიღაცა მიცმობს ადგილს და ეს არის ჩემი ცოლის საყვარელი. იოსელიანთან ადის გადაცმული ერთ-ერთი პროტაგონისტი, არ ვგასწავთ ქალი, რომელსაც ქმარი მოუკლეს, ახალგაზრდა ბიჭი მოსადგოს და ეს არის მკვლელი, რომელსაც მისი ქმარი მოკლა. ფარის ფავორიტები არიან ქურდები. ეს არის რა ქვია შექსპირის ანრი მეოთხედან არის აი ციკლი რო არის იმაზე რა ქვია ელსტირი, ხომ ხატვარი ელსტირი, კომპოზიტორი
ექიმი ბერგოტი და კომპოზიტორი მოკლედ ელსტერი არის მონე ხო მე მამრდაშვილი ამბობდა ბერგოსაც თავისი ეს აყავს პირველ წყარო ხომ ეს ყველაფერი არის შესწავლილი რაღაცა არ მარტო ფრანგებს მაგრამ ფრანგებს კიდე ისა ძალიან კარგი წიგნია არაჩვეულებრივი თხრობა და დრო პოლ რიკიორის პირველი არის ისტორიაზე მეორე ლიტერატურაზე პირველის ესე იგი დიდი შესავლის მერე პირველი ნაწილი ეძღვნება პრუსტს მეორე ნაწილი ეძღვნება ცაუბერბერგს თომას მანის რომელიც ასევე არის დროზე და თხრობაზე და არის რატო არის მნიშვნელოვანი კიდე იმ თვალსაზრისით რომ აი სწორედ იქ არის განსხვავება ერცელთცაით და ბეშპროხენცაით ანუ თხრობის დრო და მოყოლის დრო განსხვავდება ერთი მეორისგან ანუ რას ვყვები ხო დავუშვათ აი მაგალითად ახილევსმა და მოიტაცა ხრიზეი და რაცა მე დამოუზია დაბრუნება მე ყვები არა ესე არამედ ყვები რომ აი ახილევსის რისხვის შესახებ როდესაც განრისხდა აპოლონი და უკან ვიხევ და უკან in medias res ანუ შვიდან ვიწყებ არა თავიდან არამედ შვიდან ხო ისევე როგორც მაგალითად რა ქვია შეიძლება ხო აი და როდესაც არ ემთხოვე ერთმანეთს ამბის დრო უკაცრავად ქართულად მეგოს ამბავი და თხრობა ამბის დრო და თხრობის დრო განსხვავდება ერთი მეორისგან ამბის დრო მაგალითად იწყება ყველაფერი იმიდან რომ მოიტაცეს ელენე რაღაცა და შეიძლება ესე მოუყვე და ჰომეროსი იღებს 40 დღეს ახილევსის რისხვიდან პატროკლეს მოკლამდე და შურის ძებამდე ხო და ისე მიმეორებ ყვება არა A B C D არამედ D B C A აი განსხვავება სხვაჯერეს ეს იცოდნენ იმათმა უკვე ძალიან კარგად არ გეგონოთ რომ ეს ეხლა მე-20 საუკუნეში მოიგონეს ეს განსხვავება იცოდნენ სკოლასტებმა ბერნარდ სილვესტროს აქვს ეს ენეიდის კომენტარებში როდესაც ამბობს ბუნებრივი მოყოლა და ხელოვნური მოყოლა და ხელოვნურ მოყოლას უწოდებს სწორედ როგორც არის მოყოლილი როგორც ხდება თხრობა იმაში რა ქვია ილიადაში ესე იგი გამოღვიძება მოქცევა ხელმეური დაბადება და შეიძლება ითქვას რომ ეს ზუსტად ეს სტრუქტურა აქვს იმას რა ქვია ცაუბერბერგს ჰანს კასტორპი რომელიც 7 წელი ეს 7 წელი მოგეხსენებათ არის ის 7 წელი რაც გაატარა კალიფსოს კუნძულზე ნიმფა კალიფსოსთან ოდისევსმა 7 წელი რაც გაატარა ტანჰოიზერმა ვენერას გამოქვაბულში 7 წელი რომელიც არის საზოგადოებრივ სიმბოლური ჰერმეტული დროა თან ანუ ჰერმეტული რა თვალსაზრისით ჰერმესიდან ანუ ალქიმიური რომანია ეს ყველაფერი სხვა შორის იყო ეგეთი ვაიგანდი რომელსაც უციან პირველი თომას მანის ცხოვრებაში უკვე დაწერა რომანი გერმანული წარმოშობის ამერიკელი ის იყო რა ქვია ლიტერატურას ცოდნე სადღაც 30 წლებში ეგრევე დაწერა და თომას მანმა წაიკითხა და ძალიან მოეწონა რომ ეს ახლა ხან გარდაიცვალა მე ჩიკაგოში რო ვიყავი 2008 წლებში მაშინ ვკითხულობდი ამ ნაშრომს რომელიც პირველი ნაშრომია ჯაზოს მთაზე მე ანუ ცხადია იმის მე რომ უამრავი რამ გამოიცა და ცოცხალი იყო ის კაცი რაც 100 წლის იყო თუ 101 წლის იყო საერთოდ აი მიურეი მან
მეირ აბრაამსმა იცოცხლა კიდე 100 წელი. ეს დამცნობელი ლიტერატურის მოდნეა, რომელსაც ეკუთვნის რომანტიკული პოეტიკის შესახებ, ესთეტიკის შესახებ არაჩვეულებრივი წიგნი Mirror and Lamp. სარკე და ლამპა. ეს პროსპეროდან მოდის ეს შექსპირის. გამოღვიძების და მოქცევის სტრუქტურა და ხელმეორე დაბადების თქვით ჯადოსნური მთა ასევე უნდა აღნიშნოთ Robert Musillis Der Mann ohne Eigenschaften უთვისებო კაცი, მამაკაცი კაცი მენში რომელიც ასევე არის უნდა ამას ყავს თავისი კარგული არქეტიპი კი პრუსტი რა თქმა უნდა თომას მანის შემთხვევაში როგორ არის იცით პრუსტი ამას წერდა 13-დან 22 წლამდე 22-ში გარდაიცვალა მაგრამ ბოლო ორი ტომი გამოვიდა უკვე მის სიკვდილის მერე ამ მთლიანობაში 1930 წლიდან შეიძლებოდა ამისი ამ აზრით არ კიდე ძალიან საინტერესო მწერალი შეიძლება ისეთი ცნობილი არ არის მაგრამ ეს არის პოლონელი ბარიშნი ის ვილკო ვულკიდან ქალიშვილები ანჯეი ვაიდას აქვს ეკრანიზებული არაჩვეულებრივი იაროსლავ ივაშკევიჩი სადაც პრუსტი მე მგონი წაკითხული არ ქონდა იმიტომ რომ 20 წლებშია დაწერილი ჯერ აი პარალელურად იწერება HR-ში არის ეს ხატები უბრუნდება თავისი ბავშვობის ადგილს სადაც ის იყო შეყვარებული სამდაში აი როგორც აი ეს შეღერებულ და იქ ხდება ისეთი თავ მოქმედ პირს აქ უძილობა ჭერს და ნუ რაც და ეს რაღაცის სიმპტომია ვაიდა მე მგონი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გადაიტანა ომის მონაწილე არის არა ეს პირველი მსოფლიო მონაწილეა ხო აი კარგახანი არ მინახავს კამეო აქვს სხვა შორის იაროსლავ ივაშკევიჩი თამაშობს ამ ფილმში გამლოს არა თავის თავს ტივი ბორნით გადადის ერთი მხრიდან ნუ ხა ბორანი ხო გასაგებია რაც არის ხო და ლეთე დავიწყებს დინარე და ბოლოს ამ აქედან სვამს წყალს ხო და მე მეხსიერებას იბრუნეს და ეს მეხსიერება როგორც იდენტობა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი მეხსიერება როგორც იდენტობა და ხელმეორე დაბადება გარკვეულ ქრონოტოპოსში ეს ქრონოტოპოსი როგორც წესი უკავშირდება მიღმურ სამყაროს და აი ახლა ჩვენ იმბრუნდებით რითიც დავიწყეთ ჩვენი ის ხო რომ პოეტი რომელმაც იცის რა არის მიღმური სამყარო ხო და გმირი რომელიც კვდება იმისათვის რომ ხელმეორედ დაიბადოს აი ამ თავისი ან კლეოს აპტიტონით ან რაღაც აი რა ქვია აი ამ სახით და ხო იაროსლავ ივაშკევიჩი გითხარით დამოკიდებული ძალიან საინტერესო მწერალი არჩეულობრივი მწერალი დიდი თვალს იცოცხლა რუსეთის იმპერიაში დაიბადა კიევთან ახლოს ნუ მე აღმოჩნდა პოლონურ ენაზე წერდა იყო როგორც პოეტი ასევე მწერალი და ისევ მიმორი მაგ ანჯეი ვაიდას ბოლო გენიალური ფილმი 79 წელს 56-ში გადაიღო თავის პირველი გენიალური ფილმი კანალ მერე გადაიღო ეს პეპელ იალმას მერე ჟერომსკის რომანის მიხედვით რომელიც თავისუფლად ტოლსტოის ხო ძალიან საინტერესო მომენტი პიერის ხელმეორე დაბადება მასონური რიტუალი პიერი არის მასონი და საერთოდ ტოლსტოის თავიდან უნდა დაეწერა დეკაბრისტებზე და ესე თქვია პირველი 50 გვერდი დაწერა დეკაბრისტები და ძალიან აინტერესებდა მასონობა, მასონური სიმბოლიკა, მასონების როლი და აი აისახა იმაში რომ პიერი არის და იქ ბაზეევი რომელიც მას შემთხვევით ეს პოზეევის რეალური ადამიანია რომელიც
ერთ-ერთი ძალიან სერიოზული მასონი იყო. ტოლსტოის დამოკიდებულება მასონობისადმი არის ფენომენოლოგიური, ანუ მას აინტერესებს ეს ფენომენი და არ არის კონსპიროლოგიური და ესეთი, რა ქვია, ასე ვთქვათ, ხო, ну, ჩვენ როგორც გვაქვს დამოკიდებულება. ხო, რა ქვია. ხო, ანუ ტოლსტოის დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ფენომენოლოგიური. და ისევ ამბობ, ხელმეორე დაბადება ანდრეი ვალკონსკის შემთხვევაში ხელმეორე დაბადება აღმოჩნდა მისი სიკვდილი, როცა ეს მართლა თავიდან იბადება, აი ამ დიდ სივრცეში გადის. სხვა ჩვენს აი დიდი სივრცის მომენტი ზოფენე ეს ჰაიდეგერს აქვს როგორც რილკედან, ასევე ტოლსტოიდან.